Nata Magalašvilis interview წარუდგინეთ ჩვენს მაყურებელს, როგორც იცით, დღეს დიალოგის სტუმრები არიან იმ ახალი შემეცნებით გასართობი პროგრამის წამყვანები, რომელიც მომავალი სეზონიდან გააგრძელებს ეთერს 64 ვაჩლებისა და მარი მალაზონიას სასარგებლო რეცეპტების შემდეგ. პროგრამის სახელწოდება ჯერჯერობით შერჩეული არ არის, თუმცა ვიცით წამყვანების ვინაობა, ეს არის ორი ცნობილი ტელესახე ლადო ტატიშვილი და ნიკა ლომიძე, ასევე საზოგადოებრივ რადიოს წამყვანი ქეთი ელეიშვილი და მეა, ანუ იგივე თიკო ბერძენიშვილი, რომელიც ყველას კარგად გვახსოვს ცნობილი გადაცემიდან რამდენიმე წლის წინ ძალიან პოპულარული იყო გადაცემა მეალომანია და სწორედ მეა გახლავთ თიკო ბერძენიშვილი. ძალიან საინტერესო ინტერვიუ გელით წინ და გაიგებს ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს როგორც ამ პროექტის ასევე მისი წამყვანების შესახებ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და შეგახსენებთ რომ დღეს ვხვდებით 4 სტუმარს შევეძლებათ თან რა ხალხი არიან ადამიანები რომლებიც წაიყვანენ ახალ გადაცემას თან როგორ წაიყვანენ ახალი სეზონი და როგორც კი დაიწყება ახალი სეზონი საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნება ძალიან საინტერესო შემეცნებითი გადაცემა ჩაგერთებით ხო შეიძლება შემეცნების რო ვამბობ შეიძლება მაყურებელს ეგონოს და ჩვენ ესეთი ჭკვიანი სახეები დავიждებით და რაღაც გაკვეთილებს ჩაუტარებთ მაყურებელს არ იქნება ესე რა თქმა უნდა იქნება ხო ეს მხიარულად სუბუქად ხალისიანად თავის ლამაზ გასაგებენაზე ვამბობ და ვისაუბრებთ ხო და რაც ყოველდღე ჩვენი ნიშა გვაქვს ხო რაღაცნაირი მე და ნიკა საუბრობთ თიკო გვაწვდის ინფორმაციებზე ისიც ჩვენთან ერთად საუბრობს ლადო ინფორმაციებს ინტერნეტიდან სუცხელი იქნება ყველაფერი იქნება იქვე რასაკვირველია და ამასობაში ლადო რომელიც ამზადებს სადილს აი თემატურ სხვა შორის სადილიც კი ან სადილი ან ეს სუბუქი ყველაფერი თემატური იქნება ალბათ უფრო მსუბუქი ანუ იმ დღესთან დაკავშირებული ან იმ მოვლენასთან ხო არის რაღაცა ჩემ დაბადების დღეზე ტორტს რასაკვირველია არა მასეთი ტორტი შეიძლება აი ფელინის დაბადების დღეს ქონდა სალატი ორი მინი სახელწოდებით დაიბადა ფელინი ხო და უყვარდა ეს ამ სალატთან ერთად საუბრობდით თვითონ ამ ქალაქზე მოკლედ როგორი რაღაცა იცი ვიკრიბებით 4 მეგობარი იქნება რომ მაყურებელსაც ეს განსაიქნება რომ ჩვენთან ერთად შემოვიკრიბოთ მაყურებელი და ერთად ვისაუბროთ საინტერესო თემებზე საჭირო ჩვენ მესებისა ჩავთოთ ზარები არ იქნება მაგრამ მაყურებელი მაინც ჩართული იქნება Facebook-ის რაღაც საინტერესო თარიღებს საინტერესო ისტორიებს შეიძლება ერთ-ერთი მაყურებლის მოწოდებულ აზრზე აეწყოს რაღაცა ნაწილი გადაცემის ანუ ფაქტურად 100% ჩართულობა იქნება კი მე სწორი იყო ჩვენ სანამ დავიწყებდით დღევანდელ დიალოგს საუბრობდით და ვთქვით ძალიან საინტერესო რა რომ აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული 4 ადამიანი შევკრიბეს ესე ვთქვათ ესეც საინტერესოა თავიდან უნდა აბას გაკეთო არა ხო ლადომ გვიწოდა უკვე შევით აბა ვიქნება კი მე და ლადო ქერად შევიღებოთ მებს ესეც საინტერესოა ანუ 4 რადიკალურად განსხვავებული ხო საინტერესო საყურებელი იქნება ჩემის აზრით 4-ს გაქვთ როგორც ვიცი იუმორი ძალიან საინტერესო იდეები აზრები ლადოს უჭერს ჩვენ ვისაუბრე რა სეგმენტი უყურებს ბავშვები მოდიან სახლიდან არ შეგწება და არ მოგერიდება რომ უთხრა შვილს დაჯეკი შვილო მოусმია რაღაც ახალ გაიგებო ესეც მე მგონი კარგია ჩემი შვილების თაობისთვისაც რომ საინტერესო იყოს იმიტომ რომ მართლა ბევრ რამეს გაიგება ამას გულისხმობ სწორედ შემეცნებითი იქნება თქო მაგრამ ნიკა მეჩხუბება ანუ შემეცნებითი იქნება ისეთი ხასიათით რომ ბავშვები ყველა გაინტერესდნენ და გაერთონ უყურონ და გაიგონ რაღაც საინტერესო ისე როგორც ჩვენ რაღაც საინტერესოს ყველა ასაკზე იქნება აუცილებლად ყველა ასაკის ადამიანს საინტერესო ვისაც კი რამე სიახლე დაინტერესებს ყველასთვის არის ეს გადაცემა და საინტერესო ისტორია სიახლე შეიძლება მომხდარი საუკუნეები კი ისაც არის ძველია ისტორიის პროგრამების ახალი ხოლმე რომ ეს სიახლე რაღაცნაირად ეხლანდელ რეალობაში ჩემოდის დავუშვათ აი ბევრი ჩვენ რა თემებიც ჩავწეროთ იგი იმდენი თემა ამოვიდა რომელიც ეხლა მე არ ვიცოდი კინომცოდნე ვარ დავუშვათ ფელინის ცხოვრებიდან ისეთი სიახლეები ეხლა რაც ხდება დავუშვათ რომ აუქციონზე იყიდება დავუშვათ მისი ჰალსბუხი
ხო არ ვიცით რომ ერთი კვირის წინ გაიყიდა თუ არ წაიკითხე ადამიანებს ბევრი საქმე გვაქვს გადაცდებით რომ ვიყოთ ძალიან ინფორმაციულები და არ ვილაპარაკოთ უბრალოდ რაღაცა ანუ დათვლილი იყოს ინფორმაცია აზრი რომ ეხლა ჩვენი 4-ის აზრი შეიძლება საინტერესო იყოს ჩვენი მეგობრებისთვის მაგრამ ფართო მაყურებლისთვის მე მგონი ინფორმაციის მიწოდება მიწოდების განსაკუთრებული ხერხით რა ვიცი მსუბუქად ვაღად ხალისიანად ეს არის ჩვენი მოვალეობა საბოლოოდ რომ არ დავარღვევთ ამ რუბრიკის პრინციპი, რუბრიკა დიალოგის პრინციპი, რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ ყველას, რასაც ყველა ჩემს რესპონდენტს უსვამთ. ხმა რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ. ხმა, ჩემი შვილების ხმა ეხლა ყველაზე მეტად მიყვარს. ნიკა. სიჩუმე. მაური. 7 ფშვინვა. მართლა გეუბნები, რომ ძინავთ და რაღაცა ჩუმად რო სულქავენ. ჯერ ძინავთ ყველაზე ძალიან გიყვარს შვილები. ეს არის გადასარევი, მართლა ის საუკეთესო პერიოდია და კარგად რო სულქავენ, რაღაცა ბედნიერი ვარ. გადასარევია, ალბათ მეცეკნება იგოდეს. ხო, ლიტერატურული გმირი. ისაც სიამოვნებით შეხვდებოდით, ახლა აქ რო შემოვიდეს და მოგვიჯდეს გვერდით. ძალიან ბევრია მართლა, მაგრამ მეც ახლა რომ მიფიქრია და თქვენს გადაცემას ხშირად უყურებ და ჩემთვის რომ და მე აი პატარა პრინც ეგზიუპერი შევხვდებოდი ისევ ჩემ აი ნიკა ჩემო მიერთდება. კი, აუცილებლად შევხვდები. მოვიდეს. მაგრამ დავამატებ იმას, რომ ისინი ისე კომფორტულად არიან თავის ფურცლებზე და შავსეთ ამპლუაში, რომ იქ ჯობია. მინდა დღესაც და ეს ყოველთვის იქნება გავისაუბრო დონკი. დონკი ხო? საინტერესო. რატომ უნდა გაესაუბრო? იმიტომ რომ არ მჯერა ეგეთი ადამიანების და მაინტერესებს. ხო, მაგია საინტერესო. ძალიან სასაცილო რამეს ვიტყვი და შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ ეხლა დავიწყე ამ სიბერეში კითხვა, მაგრამ დამბლდორს შევხვდებოდი ჰარი პოტერიდან ვგიჟდები ამ ნაწარმოებზე. ვგიჟდები, 7 მეტომზე ვგიჟდები. ხარი გეყოლებათ გადაცემაში და მასაც ათქმევინებთ რამეს. არა. მოვიდა მივესალმებით და ვილაპარაკეთ და გავუშვეთ. გაჭმე ჰარი პოტერზე რომ ვისაუბრებ, შევხვდები რომ ჯოან როულინგს დაუკავშირდე. ჰარი პოტერზე რო გვეყოლება, მოვიყვანთ ცოცხს გადაცემაში. ცოცხი, ორი ცოცხი. ასე რო. ელვა 2000. და ბოლოს დაგისვამთ, არა, ბოლოს არა, კიდე ერთ დაგისვამთ. უგემოვნობის პირველი ნიშანი რა არის თქვენთვის? გოიმობა. მამაო საუბარი. მე ვფიქრობ, რომ ვისაც მე არ მოწონო. ესეთი პასუხი ჯერ არ გამიგია, არასოდეს. მე ის არის ჩემს უგემოვნების ყველაზე დიდი გამონენა, ვინც ამტკიცებს, რომ გემოვნებიანი. კარგი თქვა, დავთმე. თვალებშიც იკითხე. მადლობა. და ბოლოს მინდა გკითხოთ ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ, კეთილი. მე მიყვარს და სულ ვამბობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე უნდა იცოდე, რომ მაგ ფრაზას ყველაფერი კარგად არის. შენი პასუხი რა იქნება ამ პრობლემას? როგორ ახარო რომ მიხავე? საყვარელი საყვარელი ფრაზა. ფრაზა, რომელიც მიგაჩნია სწორად ნამბავად. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ფრაზაა კოლტრეინის საქსოფონი რაც უშვებს. გასაგებია. კოლტრეინის და ჩემი საქსოფონი. ეგ უნდა გააყოლო. მისი ფრაზებია ჩემთვის საყვარელი. საყვარელი ფრაზა? ინგლისურად თქვა და ქართულად გადავთარგმნო მე? თქვი და ჩვენ გადავთარგმნოთ. Dare to be different. გაბედე იყო განსხვავება. და ხო ალბათ ეს ფრაზებიც ბევრია და რასაც ყოველდღიურად ხმარობთ, მაგრამ მე ოთახზე მაქვს ის სურათი ყოველას ახსოვს ინგლისურად უნდა ვთქვა we can do it ჩვენ ამას შევძლებთ. ხო და ჩვენ შევძლებთ ამას, რომ 2-დან 3 საათამდე მაყურებელი მიბაჯაჭვოთ ტელეეკრანს. ან 2-ის ნახევრიდან 3-ის ნახევრიდან. ან 2-ის ნახევრიდან. ასევე გადაცემა. საზოგადოებრივი მაუწყებლის განახლებულ ეთერში ხდება ეს ყველაფერი. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ეს დილიდან. თქვენ ამას საღამოხებთ Non-stop. მთელი ჩვენი გუნდი. მეც ამ ფრაზას რაღაცნაირად შევეცდები, რომ გავითავისო და დავიჯერო, რომ მეც ამას შევწყვეტ. აბა რა, შეძლებ ნამდვილად. ყველა შეძლებს. ვის რა მოიდა ყველა შეძლებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც ყველაფერი კარგად იქნება და ამ ფრაზით მინდა დავიმშვიდობო მაყურებელს, რომელმაც რუბრიკა დიალოგს 1 წლის განმავლობაში შეძლებს დაგვარად უყურა და დიდი მადლობა თუ მოგეწონათ. კარგად ზანდებათ.